არავინ ამ ქვეყნის საქმეში არ ერევა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის წინააღმდეგ, როდესაც ქართული ოცნება მიდის და სახელმწიფო სუვერენიტეტი გავერანებულია და რუსეთის გუბერნიად საქართველოს ქცევა არის გადაწყვეტილი, შესაბამისად ამასთან დაკავშირებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვს ზუსტად იგივე პოზიცია, რაც ქართულ ხალხს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება, რომელიც არის არალეგიტიმური და ბატონი მახაშვილი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრი, ვერ მიიღებს იმ დამოკიდებულებას, რასაც დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი მიიღებდა. ბატონი მახაშვილი საუკეთესო შემთხვევაში 26 ოქტომბრის შემდეგ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენელი და როდესაც არჩევნებს აყალბებ, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელილია, როდესაც ქვეყანამ შეწყვიტა ევროატლანტიკური გაწევრიანების კურსი 2024 წლის 28 ნოემბერს დეკლარირების დონეზე, როცა ძალაუფლება მიტაცებულია და როცა პოლიტპატიმრებით არის ციხეების სავსე, დასავლეთს ექნება შესაბამისი რეაქცია. იყო თუ არა ჩარევები ევროპელი პარლამენტების მხრიდან? მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ბოლო 13 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ერევა და ყოველდღიურად ერევა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში რუსეთის ფედერაცია. ამასთან დაკავშირებით არც ერთი განცხადება ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან არ მოგვისმენია. ის ტონი, რაც მათ აქვთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამის მიასეც ვერ ბედავენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. პირიქით ხშირად ქალბატონი ზახაროვას, ლავროვის და რუსი პროპაგანდისტების შეკებას იმსახურებენ იმ სამარცხვინო პოლიტიკის გამო, რომელსაც საქართველოში ატარებენ. გუშინდელ აქციას როგორ შეაფასებთ? რა შედეგი დადგა და კმაყოფილი ხართ თუ არა ამ შედეგით? გუშინდელ აქციაზე იყო ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება ქართულ ხალხს არ უპატიებია ივანიშვილისთვის. ასეთი აქციები პერიოდულად თვეში ერთხელ თუ რამდენჯერმე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ქვეყნის შიგნით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართული პროტესტში, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში ის ტალღა, ის საპროტესტო ტალღა არსად არ გამქრალა და პირიქით ჩვენი საზოგადოება მიუხედავად ერთწლიანი ძალიან მძიმე ბატალიებისა, რომელსაც გადის მათ შორის ქუჩაში, რომელიც ადამიანებს თავისუფლების ფასად, ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, ქართული ოცნების გამარჯვებით ვერ დასრულდება. თქვენ ზოგადად რა მოლოდინი გქონდათ ამ აქციასთან? ამ აქციასთან დაკავშირებით ზუსტად ის მოლოდინი მქონდა, რაც შედეგით ადგა. ბევრი ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იმის ნახვა, რომ საქართველოში პროტესტი არ ჩამქრალა და სახლში წასული ადამიანების უმრავლესობა, რომელიც კიდევ უფრო მეტი იმედით და კიდევ უფრო დადებითი განწყობით წავიდა, რომ ათასობით მათი თანამოაზრე ახლაც ქუჩაში იცავს იმ იდეას, რომელიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტთან არის დაკავშირებული. მართული გუნდი ამბობს, რომ ჩავარდა თქვენი აქცია მიუხედავად ამდენი მოწოდებისა და ამდენხნიანი დაანაცვლების მიუხედავად თქვენი მიპასუხებისა. არავითარ შემთხვევაში ჩავარდნას მე არ ვიცი ისინი რას ეძახიან. თავისუფალი მოქალაქეები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქვეყანაში არის არალეგიტიმური პარლამენტი და 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა მიიტაცა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, სწორედ მაშინ დაიწყო ის ციკლი, ის ერთწლიანი ციკლი, რომელიც ადამიანებს სიცოცხლის ლამის სიცოცხლის ხელყოფის ფასად დაუჯდათ რუსთაველის გამზირზე, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების მიერ აღვირახსნილი ადამიანის უფლებათა ხელყოფის მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციები არა, ბოდიში ბლოკერიას და გუშინ დაპირისპირება ჰქონდათ მიშას ბანერის გამო, სადაც ამბობდნენ, რომ მეუდმე გაიტანათ ეს ბანერი იმის გამო, რომ ეს მათი აქცია იყო. ეს არ იყო, მე არ ვიცი აქციის მისაკუთრებას, მე მგონია რომ არავინ არ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია რომ იქ ადამიანები ვინმე კონკრეტული ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად იყვნენ აღმოჩენილები. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს 26 ოქტომბერზე, როდესაც საუბრობთ ბატონი ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას, ბიულეტენზე არ იყო დატანილი, ამიტომ ის აქცია ეს ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება თავში ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი ქალი, ეს არის ის პროცესი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მოხდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალების სრული და აბსოლუტური კონსოლიდაცია. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ მრავალათასიანი ყოფილიყო
იყო ეს აქცია? და მრავალათასიანი იყო. მრავალათასიანი იყო. დიო. არსებობს აქციები, რომელიც შეიძლება იყოს 10,000 კაციანი, 15,000 კაციანი, 25,000 კაციანი, სიმწვავის და პრობლემის აქმის მიხედვით. არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა არ იყო ჩვენ არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა რაღაცა არ იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის აქცია რომელიც სწორედ ქართული ხალხის ნების გამომხატველი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცა იმის გათვალისწინებით რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი რომ აწარმოონ რაღაცა მრავალკვირიანი კამპანია ამის მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა იმიტომ რომ ეს პროცესი არ ეკუთვნის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს პირიქით ეს არის პირველ რიგში საზოგადოებრივი პროცესი რომელსაც უბრალოდ მომსახურება უნდა გაუწიოს რიგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს თუ სად დაიხარჯა ევროკომისიისგან გადმორიცხული თანხა რომლის მიზანი მსხვერპლი პირების ტანჯვის შემსუბუქება იყო ეს ჩვენი ინფორმაციით ეს თანხები გადანაწილდა იმ NGO-ებზე რომლებიც აქციების დაფინანსებას არ მალავენ როგორ შეაფასებთ მათ დუმილს და თქვენ როგორც პოლიტიკურ პარტიას გაქვთ თუ არა კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე მე პირველ რიგში კითხვები მაქვს ხელისუფლებასთან და ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან, რომლებსაც ასობით მილიონი აქვთ მოპარული და რომელთა სახლებიდანაც ოქროს ზოდებს და მილიონებს იღებენ და ქართული ოცნება ცდილობს ამ პასუხისმგებლობას გაექცეს და ეს ნამდვილად არ გამოუვა ეს ერთი. მეორე რაც შეეხება ამ საკითხს, ამაზე განმარტებას დარწმუნებული ვარ თავად არასამთავრობო ორგანიზაციები გააკეთებენ და მესამე გააკეთებენ ალბათ, მესამე რაც შემიძლია ვთქვა, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ წარმომადგენელს იურისტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაწეული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ფიზიკური ზიანი მიიღეს 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე ან აღმოჩნდნენ ივანიშვილის საპყრობილეში. ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენი დეტალური ინფორმაცია მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება მათ შორის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. გიორგი გეხარიას გუნდი შედის პარლამენტში და ეს რომ შეუყვესეთ არის თუ არა ეს მათი მხრიდან თქვენი ოპოზიციურ პარტიების ხალხი და ასე ამასთან დაკავშირებით თავადაც ყოველ დაპირისპირება აქვს უსუნდა თევზაძემ დატოვა პარტია და თქვა რომ ის იმიტომ პარტიას რომ არ პირველ რიგში მინდა რომ ძალიან დადებითად შევაფასო ეს ნაბიჯი რადგანაც დარწმუნებული ვარ რომ სწორად შეაფასა თქვენს მიერ ხსენებულმა პირმა ის ვითარება რომელიც ქვეყანაშია შექმნილი ის პოლიტიკური ლანდშაფტი ხა პოლიტიკური პარტიების ღალატი მე ასე ხარისხოვანია ხა აქ რაღაც ერთგულების ფიცი მე მგონია რომ არავის ერთმანეთთან დადებული არ ქონდა მე მგონია რომ უბრალოდ ბრძოლის ღალატია და ამ ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია რომელიც ემსახურება მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს მერკანტილურ ინტერესებს და არ ემსახურება ქართული ხალხის ინტერესებს რომელთათვისაც პირიქით ივანიშვილის პარლამენტში ერთპარტიული ყოფა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ ამით ივანიშვილი მნიშვნელოვნად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში ვიდრე გახარიას პარტიის 12 წარმომადგენლის ყოფნა რომელთა პირველად მიზანიც არის თვითგადარჩენა როგორც პოლიტიკური ისე ფინანსური აი ამდენი ხნის განმავლობაში არალეგიტიმურს უწოდებდნენ პარლამენტს არო იცი ჩვენ პოზიცია არ შეგვიძლია არ შევცვლით ეს გახარიას გუნდმა უნდა გააკეთოს განმარტება რის გამო შეცვალეს ეს პოზიცია და არის თუ არა ეს დაკავშირებული როგორც იმ სამარცხვინო შედეგთან რომელიც ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და რუსულ სპეცოპერაციაში არჩენეს და ამავე დროს არის თუ არა ეს დაკავშირებული იმ ფინანსურ ბენეფიტებთან რაც პარლამენტში შესვლასთან არის დაკავშირებული პარლამენტის წევრის ხელფასთან დაწყებული ფრაქციის თანამშრომლებით დამთავრებული სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა არის ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მორჩილი დამოკიდებულების მატარებელი შესაბამისად ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავითარი დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ამ ნაბიჯების შესახებ ნამდვილად საზოგადოებისთვის სულ მალე გახდება ცნობილი და ნახავენ იმ სტრატეგიას რომელიც ჩვენს გუნდს აქვს არჩეული როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. ანუ რა სამართლებრივ
აი ამ ყველაფერს გაიგებთ აქტიური მუშაობა მიდის როგორც იმიტომ რომ ამას ეს სამართლებრივი პროცესი არ არის ეს არის ცალსახად პოლიტიკური რეპრესიის პროცესი შესაბამისად გაიგებთ ყველა იმ ნაბიჯს რომელიც მოემსახურება ამ პროცესიდან ივანიშვილის რეჟიმის უფრო სუსტ მდგომარეობაში აღმოჩენას ვიდრე ამ გადაწყვეტილებამდე იყვნენ აი ლილო მაგალითად აპირებს რომ მიმართოს დამოუკიდებლად საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ არ გვინდა რომ მოვლენებს გავასწროთ ეს რამდენიმე დღის ამბავია რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი გახდება რა იქნება ნაციონალური მოძრაობას როგორც ამ პროცესში მთავარი ძალის ეს ქართული ოცნების მხრიდანაც აბსოლუტურად ადეკვატურად არის ჩემი აზრით დეკლარირებული რომ ამ 13 წლის განმავლობაში ვინც უწევს მედგარ წინააღმდეგობას ისინი არიან მთავარი სამიზნეები შესაბამისად ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტებები და დეტალური ინფორმაციის მოწოდება მოხდება იმასთან დაკავშირებით როგორ რა ფორმით აპირებს ნაციონალური მოძრაობა თვითონ ამ პროცესში ყოფნას როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ანუ ლელოს შესაძლოა რომ ლელოსთან ერთად თუ დამოუკიდებლად იმოქმედებს ნაციონალური მოძრაობა ამ თვალსაზრისით საკუთარ სტრატეგიას აირჩევს და ამ სტრატეგიის განხორციელებაში იქნება რა თქმა უნდა პირველ რიგში დამოუკიდებელი რაღაცა საერთო ინტერესის დამთხევად მოხდება ეს მხოლოდ კარგი იქნება ამ პროცესისთვის თორე ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი კონკრეტული გზა კონკრეტული ხედვა რომელიც ამ პროცესში ჩვენი პარტიის მიერ სხვადასხვა ფორმით წარმომადგენლობას გულისხმობს როგორ არ ვიცი ეს მათი გადაწყვეტილება არის მე მგონია რომ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოში სამწუხაროდ არავით არ შანსი არ არის რაღაც სამართლიანი განხილვის მიუხედავად იმისა რომ იქ არის რამდენიმე მოსამართლე რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემია და დამოუკიდებელია მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ ამ 13 წლის განმავლობაში მოახერხა რომ ამ მოსამართლეთა უმრავლესობა არის მათ მიმართ მორჩილი და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რაც ჩემი აზრით დამაზიანებელი იქნება არამხოლოდ ივანიშვილის რეჟიმისთვის არამედ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ ამ ქვეყანაში დიქტატურაა ლავასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის მფლობელობაში მიწის ნაკვეთების მითვისებაში და პროკურორის განცხადება გავრცელდა ამ მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ხდენ დაკავდა ეს უშუალოდ რასიოლოგიით და მაგაზე პროკურატურის განცხადება ხო? ერთი წამი მაგას ვნახო. ორი წამი დამნელოდეთ. ანუ გამოძიება დაიწყო მოკლედ აგეთ. საქმე ეხება უნივერსიტეტის დიდი ოდენობით ქონების მართლწინააღმდეგო მითვისებას და გაფლანგვას. ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია რაც თამამად თქვა რომ დეტალური განცხადება გააკეთა მე რამდენადაც ვნახე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ დარწმუნებული ვარ რომ უნივერსიტეტის მხრიდან დამატებითი განმარტებები იქნება გაკეთებული ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ივანიშვილს მედიის თავისუფლების შეზღუდვის და პოლიტიკური პარტიების გაუქმების მიღმა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში რაც სურს არის საუნივერსიტეტო კერებზე შეტევა საქართველოს უნივერსიტეტი არ არის ერთადერთი გამონაკლისი ილიაუნთან დაკავშირებით მათ აქვთ კონკრეტული რეპრესიული ზომების გადადგმის სურვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის შეზღუდვის სურვილი, ამიტომ ივანიშვილი ყველა იმ უნივერსიტეტს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, უპირებს ან დახურვას, ან ფინანსური რეპრესიებით მისთვის ანგარიშწორებას. დანარჩენი ტექნიკური საკითხები, როგორიც არის ქონების შეძენა, რამდენი როგორ იყო გადახდილი, ამასთან დაკავშირებით ძალიან დეტალური განმარტება გააკეთა ამ უნივერსიტეტის რექტორმა, სადაც ჯერ ერთი ნახეთ, ამიტომ ვამბობ, რომ ამ განმარტების მიხედვით და ჩემთვის ის ძალიან სანდო წყაროა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი კოკა, რომელმაც განაცხადა, რომ არავითარი ერთლარად ქონების გადაცემას არ ქონია ადგილი და რამდენიმე მილიონი იყო გადახდილი. ამიტომ ის ტექნიკური დეტალები და ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც ამ საქმესთან არის დაკავშირებული, ჩემი აზრით, საქართველოს უნივერსიტეტში ამასთან დაკავშირებით ალბათ გაკეთდება უახლოეს პერიოდში განცხადება, იმიტომ რომ პროკურატურის განცხადება ვნახეთ დღეს და ეს კითხვები რაც არსებობს, კიდევ ერთხელ გაეცემა პასუხი. მასკიდობის ხელშეკრულებასაც მალავს საქართველოს უნივერსიტეტი, ესეც რატომ მალავს მაშინ თუ თქვენ ამბობთ რომ რამოდენიმე მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, ის ინფორმაცია რომელიც ოფიციალურად გაჟღერდა საქართველოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან, ჩემთვის არის ბევრად უფრო სარწმუნო, ვიდრე ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ მიმართულია ამ ქვეყანაში თავისუფალი უნივერსიტეტის ჩახშობისკენ.